არის და რა იქნება ეს თემა განვიხილოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ, როგორც ყოველთვის. მაშ ასე სასიყვარულო ენერგიაში გაერთიანებული სიამაყე, ერთგულება, მგრძნობელობა, მღელვარება, სიხარული და მეგობრობაც კი. მომენტი, როცა შენი თვალები სხვას ვერაფერს და ვერასდროს ვერ ხედავს, ვერავის და ვერაფერს. აქ ფილმის სიუჟეტს არ ყვები, რა თქმა უნდა, თუმცა ის რითაც დაიწყო ურთიერთობა და საბოლოოდ სად მივიდა? იქ, სადაც ახლა ხართ. ანუ, სად ხართ ახლა? პირიქითში. სევდა, მონატრება, სინანული, გულისწყრომა, იმედგაცრუება, მოლოდინი, მუდმივი რაღაცა შემოწოლილი ფიქრები, კითხვები საკუთარ თავთან რატომ? კლასიკა არის, ხომ? და რა გამოვიდა? რა არის ახლა? ჩახლართული გაუგებრობა. ამ ყველაფრის მიღმა კი დგას სხვადასხვა მიზეზები, მაგრამ თავი მაინც ერთ-ერთი მათგანიდან ამ ურთიერთობაში მიმღებლობის პრობლემა არის. პასუხისმგებლობაზე თავის არიდება. და რა იქნება? რა იქნება? ერთმანეთის მაძიებლები ხართ თქვენ. ერთმანეთის მაძიებლები ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ერთ წერტილში გადაიკვეთებით ისევ. დაიღლებით ამ ემოციებით, რომელსაც ორივე მხარე განიცდით ერთმანეთოთ, უკონტაქტობით, ეგოიზმით. თუმცა რა უნდა ვთქვა, თვისობრივი თავსებადობა ნულზე გაქვთ. გაგიჭირდებათ ერთმანეთის ატანაც და გატანაც. დაპაუზებული ურთიერთობები შერიგება მოხდება, მაგრამ ისევ დაპაუზდებით შემდეგ. რაც გამოიწვევს რას, იცით? ციკლურ მოძრაობას ურთიერთობაში, ერთი და იგივე სცენარებით განმეორებას. ბევრი შემთხვევაში მესამე პირი შემოვა, რაც ჩანაცვლებას განახორციელებს მისი ადგილისას. ჯამში თქვენთვის დიდი ალბათობით ის მნიშვნელობას დაკარგავს. არ დაგავიწყდებათ, მაგრამ აღარც ის იქნება, ვინც ოდესღაც იყო თქვენს გულში. და აქ იცით რა გამოვიდა, რომ გამოდის, რომ არჩევანის წინაშე დადგებით ორ ადამიანს შორის. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.